ახლა განახებ როგორ შეგიძლია ერთმა ადამიანმა გადაიღო ვიდეო, რომელსაც ჭირდება მთელი ეკიპაჟი. რამდენიმე კამერა და რამდენიმე ადამიანი. მაგრამ შენ შეგიძლია ერთმა ადამიანმა გადაიღო შენი ერთი კამერით ან ტელეფონით. ამას განახებ ერთ-ერთი ქართველი იუთუბერის გიო ჯობავას ვიდეოს მაგალითზე. ეს ვიდეო არის რაჭაზე და ეს კონკრეტული მომენტი არის ცეკვა რაჭული, რომელიც გადაიღო გიომ მარტო. ნახოთ. ვიდეოს იღებს მარტო, თუმცა მრავალფეროვანი კადრები. დაიწყო დრონის კადრით, საშუალო სიახლოვის კადრი დაახლოებით და ახლო კადრი. შემდეგ ამ კადრების შემდეგ ჩანს დრონის კადრი, სადაც თვითონ გადამღები არ ჩანს. არა და გვაქვს ახლო კადრიც და საშუალო სიახლოვის კადრიც, სადაც წესით უნდა ჩანდეს. წყვეტები ხდება ამ კადრებს შორის ისე, რომ სინქრონი არ ირღვევა. როგორ ხდება ახლა ეს? ჩემი აზრით, გიო მთხოვა ამ მოცეკვავებს, რომ რამდენიმეჯერ ეცეკვათ ეს ცეკვა. პირველ ცეკვაზე გადაიღო მაგალითად დრონის კადრები, მეორე ცეკვაზე საშუალო სიახლოვიდან გადაიღო და მესამე ცეკვაზე გადაიღო ახლო კადრები. ეს ყველაფერი მე კარგად შეაწება მონტაჟში და გამოვიდა ვიდეო, რომელსაც სინამდვილეში ჭირდება მინიმუმ 3 ადამიანი და 3 კამერა.